რატომ დამარცხდა საქართველოს ნაკრები? ფეხბურთელების შეფასება. რას ამბობენ თურქები ქართველებზე? და ვის დაუპირისპირდება საქართველო ევრობასკეტის პლეი-ოფში? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების ანახავად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ თბილისიდან, სადაც სამწუხაროდ საქართველომ მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი თურქეთთან მარცხით დაიწყო. სახლში წაგებული ეს შეხვედრა კი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსებს საგრძნობლად ამცირებს. მესამე წუთზე გაშვებულმა გოლმა შეხვედრის ბედზე აშკარად დიდი გავლენა მოახდინა. მართალია 0-3 შემდეგ ზურიკომ და კვარამ გატანილი გოლებით შეხვედრის გადარჩენას სცადეს, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. მეტოქემ გოლების გატანა სტანდარტულიდან და დაცვის ხაზში დაშვებული შეცდომებით შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ 71 წუთზე ვილისანიოლთან ერთად თურქების ფორვარდი ილმაზი გააძევეს. უნდა აღვნიშნოთ ჰუსკორდის მიხედვით შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც ბოლო წუთზე სახიფათოდ დაარტყა. თუმცა მეკარემ კარგი თამაშით თურქეთის ნაკრების გადარჩენა შეძლო. თურქეთთან მეხუთედ განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ფეხბურთელებმა. ჩვენმა ბიჭებმა მარცხის მიზეზებზე და მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრეს. მეტოქე კი საქართველოსგან მეც ზეწოლას ელოდა. რა თქმა უნდა, დადებითად ვერ შევახსენდი, იმიტომ რომ წავაგეთ და ალბათ მთავარი როლი ასე ვთქვათ ითამაშა იმან, რომ ძალიან სულად დავიწყეთ პირველი 20 წუთი, ასე ვთქვათ, სულ თურქეთს ჰქონდა უპირატესობა, პირველივე წუთებზე გოლი გაუშვით და ასე ვთქვათ, ამან იმოქმედა ჩვენზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გუნდმა მაქსიმუმი გაიღო, არ არის მარტივი თურქეთთან 2 გოლის გატანა და ასე ვთქვათ, ჩემი აზრით შეძლო უკეთეს თამაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ხდება ხოლმე ფეხბურთია და უნდა გავაგრძელოთ ფიქრი შემდეგ თამაშებზე და ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია კიდევ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეცდომებს გამოვასწორეთ პირველ რიგში, ნახავთ რა იყო ამ თამაშის შეცდომები და ვიმუშავეთ ამ ყველაფერზე, მთელი უკვე დაწუნებული ვარ, უკვე ამაზე ფიქრობს ამ წუთიდანვე და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, დღევანდელი დღე უკვე წარსულს უნდა ჩავაბაროთ, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შევცვლით და უნდა ვიფიქროთ უკვე ბულგარეთის თამაშზე, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის თამაში, მნიშვნელობა იქნება მეტოქეს და რა ვიცი, გავალთ და აუცილებლად ვეცდებით რომ მოვუგოთ ბულგარეთს. ალბათ უდიდესი ბედნიერება, როცა დინამო არენაზე გოლი გაგაქვს და არ მხოლოდ დინამო არენაზე, არამედ საქართველოში როცა შენი გულშემატკივრების წინაშე თამაშობ, ეს არის უდიდესი ბედნიერება და მადლობა ღმერთს, რომ მომცა ამის საშუალება და რა ვიცი, უნდა გავაგრძელოთ შრომა, კიდევ ბევრი არის გასატანი და იმედია რომ ყველაფერი ისე წავა, როგორც ჩვენ და მე მინდა. გეთახმებით მაშინ რომ დაბნელად დავიწყეთ, ასე ვთქვათ, შეცდომები გქონდა, ტექნიკური წონი იყო და ამ ყველაფერმა შედეგზე იქონია გავლენა, ზუსტად ის დაკარგული ბურთები, ის არასწორი გადაცემები გახდა იმ უპირატესობის საბაბი, რომელიც თურქეთმა შეიქმნა და მე უფრო რთული იყო, რა თქმა უნდა, თამაში დაბრუნება და თამაში, ასე ვთქვათ, შემოbrunება და შემოტრიალება. ვფიქრობ, რომ ის გვაქვს გამოსასწორებელი, რომ ცოტა ხიზლად დავიწყოთ და ჩვენ კიდე იმაზე ვარ, რომ შეგვეძლო თურქეთის დამარცხება. რომ საფრთხეს ფეხბურთია, ხანდახან იმეჯო ხანდახან მარცხები და ამ მარცხს უნდა მივიღოთ ეს მარცხი როგორც გაკვეთილი და განვითარდეთ, ჩვენ შეცდომებზე ვისწავლოთ, უყუროთ თამაშს და გამოვიტანოთ დასკვნები შემდეგი მნიშვნელოვანი თამაშის. მეორე ტაიმის უსხოსილობათი იყო, კი შეცდომა დაუშვი მოვიღეთ, მაგრამ ჩემს მოდელი კარგად ვითამაშეთ, მათი კაცადაც არის თურქეთი, ესეც იყო რაღაც მიზეზი. რა ვიცი, გადავხედოთ მაინც ესე თქმა ეხართული და თამაშობდი და თან ცოტა გადატვირთოთ ჭირდება და რა თქმა უნდა ეს ყოველთვის შემოეცნება იყო და იქნება მომავალშიც რომ ბევრი გოლი გავიტანო ამ არენაზე და ვეხმარო ჩემ ეროვნულ ნაკრებს პირველ რიგში და ეს ემოცია ალბათ რთულია რომ გადმოცე, საოცარი გზნობაა, მაგრამ პირველ რიგში ვფიქრობდი რომ ის ორბურთიანი ჩამოჩენა რაც იყო ჩემი გოლის შემდეგ აღმოფხვრა და დასამენია ეს შედეგით. სამწუხარო შედეგი ეს წაგება იყო პირველი 20 წუთი 25 წუთის ბარი როგორც დავიწყეთ თამაში. სამწუხაროდ ცუდად დავიწყეთ, გვიჭირდა თამაში, ორი ისე სტანდარტული მდგომარეობიდან გავუშვით გოლი, რომელიც არ უნდა ხდებოდეს, მოვიგონეთ ჩვენ თვითონ. სამივე გოლი, რომელიც გავუშვით, იყო ჩვენი ბრალი, საკუთარი შეცდომები დავუშვით. მეც მესამე გოლში ძალიან დიდი წყვილები მიმოძვის. პირველი ორი გოლს რაც შეეხება ჩვენ თვითონ მოვიგონეთ, მესამე გოლი ჩემი ბრალი იყო, როგორც თქვენ თქვით. ძალიან გვიჭირდა პირველი 25 წუთი, დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ გამოფხიზრებულიყავით 25 წუთი, რაც არის ძალიან გვიან ესეთ თამაშებში.
პოზიტიური მხარე რაც იყო 3-0-ის შემდეგ ვეცადეთ რომ თამაში მოგვეტრიალებინა და ძალიან ახლოს ვიყავით და სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ 3 გოლის გატანა 3-0-ის შემდეგ თამაშის მოტრიალება არის ძალიან რთული და ძალიან დიდი დრო ჭირდება მიუხედავად იმისა რომ წითელი ბარათი ჰქონდათ მაინც ვერ შევქმნით ძალიან ბევრი მომენტი იმას ვიტყოდით რომ თურქეთის ნაკრებს არ შეუქმნიათ მომენტები ძალიან ბევრი საკუთარი შეცდომებით ისევ შეუქმნით ჩვენ თავს ძალიან გაურთულეთ ჩვენ საქმე ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ და საკუთარი თავი შეიძლება დავადანაშაულოთ აი მარცხში ველოდებოდით მეტოქეს, რომელიც პრესინგს უფრო აქტიურად მიმართავდა. შეიძლებოდა შეხვედრა სხვა შედეგით დასრულებულიყო. წითელი ბარათის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა, თუმცა მთავარი 3 გოლა დიდი მიზანი გვაქვს და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა გვინდა. მაქსიმუმს გავაკეთებთ და უკეთესები უნდა ვიყოთ. მეორე ტაიმში სერიოზული ბრძოლის გადატანა მოგვიწია და თანაგუნდელებს გამარჯვებას ულოცავ. ყველამ მაქსიმუმი გააკეთა და ახლა მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. საქართველოს ნაკრების სქემაში ჩვენთვის არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ ყოფილა. კარგად მოვემზადეთ. მათი წინათამაშიდან გამომდინარე, ზუსტად ამ სქემისთვის ვიყავით მზად. რასაც ვაკვირდებოდით, ნახევარმცველები და მცველები ცოტა უკან იყვნენ დაწეულები და ჩვენც შესაბამისად მოვემზადეთ. არაფერი განსაკუთრებული არ გაგვიკეთებია. ბოლო 2 წელიწადში 2 შეხვედრა ჩავატარეთ და ორივე დაძაბული გამოდგა, მაგრამ ორივე განსხვავებული შეხვედრა იყო. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრები ძალიან განვითარდა. ამიტომ დღევანდელი შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის იმ შეხვედრასთან შედარებით უფრო რთული და დაძაბული გამოდგა. საერთოდაც, ყველა შესარჩევი ციკლის სტარტი ასეთი გამოდის, რთული და დაძაბული. რა იყო დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ფაქტორი? ყველაზე კრიტიკული იყო მომენტი, როცა ჩვენმა მოთამაშემ წითელი ბარათი მიიღო. მანამდე უპირატესობა ჰქონდა. ამის შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. ჩვენი ნაკრები ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ყველა შეხვედრის წინ ახლიდან ხდება ტაქტიკური სქემის დაგეგმვა. ნახოთ რა იქნება. თურქეთის ნაკრებს ყავს კარგი მოთამაშეები, ვარსკვლავები და ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. შეგახსენებთ, რომ მარცხის მიუხედავად, რა თქმა უნდა, შანსები კიდევ გვაქვს. ჩვენი ნაკრები 7 სექტემბერს ისევ თბილისში ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თქვენ რას ფიქრობთ? დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, რა შედეგით დამთავრდება საქართველოს და ბულგარეთის დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი მოკლედ კალათბურთი, სადაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის დასკვნით ტურში ბოსნიასთან მარცხის მიუხედავად პლეი-ოფში მაინც გავიდა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ საბერძნეთი მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს დაამარცხებდა და ჩვენ დასაბედნიეროდ ასეც მოხდა. უფრო მეტიც, მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩა. ჩვენი ნაკრები კი პლეი-ოფში 7 სექტემბერს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრი ამ შეხვედრასთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს შემდგომ დაპირისპირებაში. აქვე, თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.